პირადულმა სტრესმა თუ მოგცა მეტი мотиваცია და გაგაცლიერა ბოლო 1 წლის განმავლობაში. რა მაინც მეფიქრებოდა ღამით. იმიტომ რომ ღამი არის ის სივრცე, როდესაც მარტო რჩები. რჩები მარტო. ავიღებდი ხოლმე ალბომებს ავიღებდი, ჩავიხუტებდი ხოლმე ტიროდი. თავიდანვე ჩემს გვერდში იდგა ადამიანი, რომელიც დღემდე არის და მე ზოგადად ვარ ძალიან სტაბილური ადამიანი. პირად ურთიერთობებში მიდან დაწყებული, დამთავრებული საქმიანობაში. ვინც მყავს პირველი დღიდან, დღემდე მყავს. ძალიან ჩქარი ადამიანი ვარ. შეიძლება ხა სამშვიდ გეჩვენები ესე როზი ვარ, მაგრამ მე ვარ ძალიან ბობოქარი. ანუ ჩემს გარშემო საქმეში გადაგავს და მე მიყვარს მაშინოვე. ვინ თამოს უთხარი კიდე ასრა. მართლა ასეთი ვარ. მაგრამ მაინც გავაკეთე და მიხარია. და ეს იყო ძალიან ბედნიერი, ეს იყო ის ემოცია შინაგანი, რომ თამო, კარგი გოგო ხარ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის თამოსქინის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე. ქალი, რომელიც არც ერთ სირთულეს შეუშინდა და ჩამოაყალიბა ძლიერი ბრენდი. მადლობა თამო, რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი და გამონახე ჩვენთვის დრო. მოგესალმები, მივესალმები თქვენ უსაყვარლეს მაყურებელს დიდი სიყვარულით და პატივია. თქვენთან სტუმრობა. ჩვენთვისაც პატივია, რომ გამონახე ჩვენთვის დრო. თამო, სულ თავიდან რო დავიწყოთ. როგორ გაგიჩნდა იდეა შენი ბრენდის ჩამოყალიბების და შექმნის? ეს იყო ბავშვობის ოცნება თუ რაღაცა გარკვეული ასაკის შემდეგ მოიტანა ცხოვრება მის ეტაპი, რომ გადაწყვიტე რაიმე ბრენდი შეგექმნა? ეს განაპირობა ჩემო ორსულობამ და ორსულობის დროს შექმნილმა სტრიებმა, რაც ყველა ქალს აქვს გამოცდილი, ალბათ ვისაც 100-დან 95%-ს მაინც 5%-ს ქალების პრობლემა. რომ შემექმნა ისეთი ბრენდის პროდუქტი, რომ ამ პრობლემაზე ემუშავა. და არა მარტო ორსულობის პერიოდში, აი ორსულობის პირველი პერიოდიდან გაჩენის შემდეგ პერიოდამდე, იმიტომ რომ წონის კლება რო იწყება, მაშინ ხდება ეს პრობლემა. ეს იყო მთავარი მიზეზი ჩემი, იმიტომ რომ ინსპირაცია. ხო, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ხან ვარჯიშობდი, სულ ფოტომოდელი ვიყავი და სულ მინდოდა რომ კანი უნდა მქონოდა ძალიან ესეთი წესრიგში. და როდესაც გამიჩნდა პირველ ორსულობაზე ეს პრობლემა, მივხვდი რომ რაღაცნა შემეცვალა და იქიდან გამომდინარე რომ ეს იყო კორონას პერიოდი, როდესაც სახლში ბიჭი და იზოლირებული ვიყავით. ამიტომ კი ძალიან საერთოდ შეცვალა ყველაფერი. ძალიან პერიოდში დაწყებული ბიზნესი და საქმეც საკმაოდ რთული იყო ამ პერიოდში. რაღაცა გაგიკეთებინა და წამოგეწყო მით უმეტეს რომ მაგრამ დიდი დრო მქონდა იმისთვის, რომ სოციალური ქსელები კარგად გადამეგექა და ვფიქრობდი იმას თუ აქვს ეს პროდუქტი, მე რატო არ შეიძლება რომ ჩემი სახით გავაკეთო, ან როგორ მე მეგონა რომ აუცილებელი იყო ჩემი ქარხანა პირადი მქონოდა საქართველოში. მე გავიკითხეთ, ნახეთ რამოდენიმე შემდეგ ამ რამოდენიმემ გამოგვიგზავნა ნიმუშები და მეავარჩე და ესე დაიწყო პირველი მაგრამ პირველ 100 სტრიპის კრემს ვყიდდი ალბათ 3 თვე. პირველი შენი პროდუქტი იყო სტრიპის რომელიც ხო ნუ მესმის ისეთი პროდუქტით შემოვედი რომ რთულია რომ ეს და დაიჯერო და არც არავის არ მეუბნეოდით რომ 100-დან შეიძლება 100-ს გაუქრეს მაგრამ შედეგები წამოვიდა იმ 3 თვის მერე ანდობა დავიმსახურე საზოგადოების თავი დაიმკვიდრე და ხალხს გაეცანი დიდი დრო დაგჭირდა ასე თუ ისე მაგრამ თავარი არის ხარისხი და სწორი შენარჩუნება რა იყო ამ ეტაპზე ყველაზე რთული შენთვის სწორი გუნდის შექმნა ფინანსების მოძიება თუ ბრენდის ჩამოყალიბება არც ერთი ანუ თავიდანვე ჩემს გვერდში იდგა ადამიანი, რომელიც დღემდე არის და მე ზოგადად ვარ ძალიან სტაბილური ადამიანი. პირად ურთიერთობებში მიდან დაწყებული, დამთავრებული საქმიანობაში. ვინც მყავს პირველი დღიდან, დღემდე მყავს. ასევე ჩემი თანამშრომელი 55 თანამშრომელი მყავს ჯამში. თავისი სტენდებიდან დაწყებული ოფისის შიდა სამზარეულო მენეჯერი, დირექტორი და ქვედა საფეხურები. ну ქარხნებს აღარ გულისხმობ, ქარხნები არ მეხება თვითონ მოხდიან რაღაც. შესაბამისად, ჩემს არის სტაბილურობა და გუნდურობა, კი. არ ვიცი გამიმართლა, იმიტომ რომ ყველაში ვხედავ იმას, რომ ერთი რაღაცისთვის ვიბრძვით. რომ ვიყოთ უფრო გავდიდდეთ, გაერთიანდით, კი. ეხლა მე 1000 წელს ვხსნით ზუგდიდში. შესაბამისად 5 წლის თავზე. თავიდან საკმაოდ სწრაფი ტემპით მიდიხარ და საკმაოდ სწრაფად ვითარდები. მე ძალიან მიყვარს. არა, ძალიან ჩქარი ადამიანი ვარ.
შეიძლება ხა დამშვიდით გეჩვენები ესე როზი ვარ, მაგრამ მე ვარ ძალიან ბობოქარი. ანუ ჩემს გარშემო საქმეში გადაგაქვს და კი, მე ისახება ეს მიყვარს ყველაფერი. მაშინოვე. მე ქარხნებთან ისე კონტაქტობ ტრანსლეითით. რომ მიხდეთ, ანუ მე მყავს ჩემი მენეჯერი, ვინც მეხმარება ურთიერთობაში, ხო, გვერდში ვინც მყავს, მაგრამ მე როდესაც ხოლმე კორეაში, როდესაც დილის 9 საათი არის, საქართველოში არის 6:30, არა, ხო, რაღაც 5-6:30 და მე არ ველოდები. ვერ დაელოდებ. გაიღვიძებს ჩემი მენეჯერი. მე ტრანსლეითიდან აი ეს ვთხოვ რომ დამეხმაროს და არ მაშინებს, არ მაბკოლებს ის, რომ რაღაც ენის ბარიერი მქონდეს, ან რაღაც ვერ გავაკეთო. მე ვფიქრობ, რომ მე ესე არ უყურებ, იცი არაფერს, რომ რაღაცა ვერ გამომივა. პირიქით. მე მიყვარს ის რაღაცა რომ ცოტათი კითხვის ნიშანია და მე მაინც რო ვაკეთებ. სირთულეები გიზიდავს. თვითონაც მოდის, იცი, ისე მიეჩვია მგონი ეს სირთულეები თამოს, რომ ავტომატურად მოდის და მეც ესე ხმალა მოღებული ვბრძოლობთ. ეს ჩემი აზრით ძლიერი ქალის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, როდესაც სირთულეებს არ უშინდება და პირიქით. რაღაცა გამოწვევად გვასწავლის ამას, თავიდან არ ვიმბადებით, თავიდან ყველა ესეთი უბრალოდ თვალით ვუყურებთ ყველაფერს ცხოვრებას და მარტივი გვეჩვენება, თუმცა როდესაც უკვე გადაწყვეტ ადამიანი რაღაც გარკვეული ასაკის შემდეგ, რომ თუნდაც რაიმე საქმე დაიწყო, თუნდაც მარტო ხელა დედის სტატუსი გქონდეს, ძალიან ამ პერიოდში გიწევს ბრძოლა. და თითქოს ეჩვევი. იცი რა არის, მე 15 წლიდან მარტო ვცხოვრობ. აი ის პერიოდი, როდესაც მე უნდა დავამთავრე სკოლა, ჩამებარებინა წესით და ის სტუდენტობა, ის ყველაფერი გამომეცადა ამ დროს, რომ მიმტანი ვიყავი ორ რესტორანში და იმაზე ვმუშაობდი, რომ ქირა გადამეხადა და ბებიასთვის გადამეხადა მომლელის ხელფასი. ეს მქონდა. მე ეს პერიოდი, რაც შეიძლება ეხლა ხანდახან რომ რაღაცებს აი რა შეიძლება რაღაც უბრალო რაღაცები მომეწონოს, აი კორეაში ვიყავი და რაღაც გულები დავკიდე. აი ესე მომეწონა ეს ბავშვური რაღაცეები, რომ აი იმ პერიოდში უნდა გამევლო წესით და არა ახლა 34 წლის ასაკში, ხო ხვდებით, მაგრამ ყველაფერი იქ ჩამოვიტოვე და გავხდი დიდი ქალი ვიყავ უკვე 15 წლის ასაკში. დღევანდელმა თამომ მისცა ვაძლევ უფლებას, რომ ვიყო ბავშვი, ხანდახან ვითამაშე ბავშვებთან ბავშვური თამაშებით. სადმე თუ არ ვიყო ატრაქციონებზე, კი მე შენია რეალურად შეშარო ვარ, მაგრამ რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე, რაც მე დამაკალდა და ვერ ვაძლევდი ჩემ თავს იმ ფუფუნებას, რომ რაღაცები გამიკეთებინა, ეხლა ვაძლევ, თუ მაქვს იმის შანსი მაგალითად, რომ მივცე დიდი სიამოვნებით. ამიტომ ჩემთვის რაღაცა მაგალითად ეხლა რო გავფრინდი ბოლოს კორეაში, რაღაც ძალიან ჩოლებრად გავფრინდი და მიკვირდა, რომ რატო არაფერი არ შემთხვევით, ხო, ანუ რატო არ გაჩერდა თვითმფრინავი, ან არ ჩამეძინა, მაგრამ არ ინერვიულოდ უკანა ფრენაზე ჩემოდანი დავკარგე. ანუ ყოველთვის თან ახლავს. ასე რომ მაინც რაღაცეები. ხო, მაგრამ არ ინერვიული. ჩოლებრად მივიღე. ეს უმნიშვნელო უმნიშვნელო იყო, მაგრამ მომიტანეს მე ორი დღის წინ. ბავშვებს უფრო დააკალდათ იმ ჩემოდანში, რაც იყო იმ მომენტში, თორემ მე საქმე გაკეთებული მქონდა და აღარ ნერვიულობდი. ბავშვობაში თუ წარმოგედგინა და წარმოიდგენდი, რომ დღეს ესეთ თამოს შექმნიდი, ესეთ ძლიერ ქალს და დღეს შენ მისაბაძი ქალი ხარ სხვა გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის. სხვენი აღარაფერი აღარ მითხარ, სხვენია. ჩემთვისაც ეს ადამიანები, ვინც ეხლა მიყურებენ, ჩემი გამომწერები, ფოლოვერები, თქვენ არ იცით რა როგორ მაძლიერებენ ეხლა. შეიძლება ვიღაცა მეუბნება, რომ აი თამოშენ, მაგრამ ესენი რო არ იყვნენ და თქვენ რო არ ყოფილიყავით, ყველაზე რთულ პერიოდში, რაც მე 1 წლის წინ გავიარე და რაც ხალხმა არ იცოდა, ვერც გავიuliდი. და არ ვიცი, უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის. და დიდათ არ მიყვარს ხოლმე კომპლიმენტებს რომ მეუბნებიან. აღარაფერი აღარ ვითხრა. მადლობა, მაგრამ მწხვენია, ესე მირჩევნია. რაც შეეხება თამოს, პატარა თამოს, სულ ქონდა ოცნებები, რაღაცეები, რაღაც 99% ავისრულე. აუსრულე. და ვფიქრობ, რომ იმ 1%-საც აუსრულებ ალბათ. უბრალოდ 100% მქონდა ასრულებული, მაგრამ სულ მინდოდა რომ მქონოდა ესეთი ტკბილი ოჯახი, თბილი ოჯახი, შვილები მყოლო და
მე ორი შვილი ყავს დედაჩემს და მე სამი მინდოდა მყოლო და ამის გარდა ხან მოდელობა მინდოდა, ხან ჟურნალისტობა, სოფელში გავიზარდე და სულ მოდის კვირეულები ქონდა ხოლმე სოფელში. რაღაც ფარდა შემოვიხვევდი და დავდიოდი ჩემი ბებოს ფეხსაცმელებით, კაკუნებით და ბავშვობის ოცნება რეალობად ხო, კი. აქცია. კი, რაღაცები იყო რაც მაგალითად ძალიან ხოლმე მინდოდა. აი ამ თაობის მომხრელები ვინც იყვნენ ხოლმე და გამოდიოდნენ ტელევიზორში. ისე როგორ ტელევიზორი მქონდა ანტენები და დაგერწყა რომ გაჩერებულიყო. რო არ იჭერდა რაღაც უნდა სახურავზე დაგედო და რომ გამოდიოდნენ ეს იყო ჩვენი თიკა ჯამბური აქ არსებობდა ნიშნა ანუ ყველა ძველი რაღაც ძველი ჩემ ასაკის არიან მაგრამ რომ უყურებდი მეც მინდოდა რომ რაღაცნაირად მეც ყოფილიყავი ცნობადი ანუ რეალურად არ მეგონა მაგრამ სრული მქონდა უბრალოდ მე ეს არ განვითარდა ყველაფერი როგორ ჩვენ გვინდა და რაღაცნაირად შეიცვალა უბრალოდ თვით გადარჩენის მომენტი მქონდა მაგრამ მე არ ვნებდები და არ ვფიქრობ რომ მაქვს უფლება დავნებდე და კიდევ ბევრი რაღაც მაქვს არ ვფიქრობ რაღაც შევქმენი ჯერ რა დრო შექმნა ეხლა დავიწყე პირადულმა სტრესმა თუ მოგცა მეტი мотиваცია და გაგაძლიერა ბოლო 1 წლის განმავლობაში კი ვიკინგების ქალები რო იყვნენ აი ასეთი გავხდი ერთადერთი იყო ეს ტკივილი, რაზეც ვიძახდი ხოლმე. ანუ შემიძლია ფული შეუნა ბიზნესი, ყველაფერი შემიძლია, ანუ სიტყვით შემიძლია, როცა ყველაფერი შემიძლია გავაკეთო საქმეში. და აი ამაში აღმოჩნდი სუსტი აღმოჩნდი, ჩემ თავთან აღმოჩნდი სუსტი, რომ ღამე მივდიოდი ხოლმე სახლში, ანუ ჩემ მეგობრები რო ყოფილიყვნენ ეს მოდის კვირეულები, ღონისძიებები, საკმაოდ გადატვირთული პერიოდი ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. ამის გარდა სპექტაკლზე ჩავეწერე და იქ დავდიოდი კურსებზე, ანუ ყველანაირად ვეცადე, რომ მაქსიმალურად კი, რომ არ მეფიქრა, მაინც მეფიქრებოდა ღამით. იმიტომ რომ ღამე არის ის სივრცე, როდესაც მარტო რჩები მარტო. ავიღებდი ხოლმე ალბომებს ავიღებდი, ჩავიხუტებდი ხოლმე ტიროდი მე ვიდეოს უგზავდი ჩემი მე ესენი მეჩხუბებოდნენ რატო არ დამირეკე თუ ცუდად იყავი მაგრამ დილით ჩორბოთ მივდიოდი გადაღებაზე ან გავდიოდი ცოტა ხალიჩაზე და ამას იცით რა მე შენ თავთან იწყებ იმას რომ ელაპარაკები შენ თავს სასწორზე წონი კარგსაც სულს და რამდენად ღირს მე ამაზე ნერვიულობა და ამას უბრალოდ დრო სჭირდება დროის გარდა ამას ვერაფერი ვერ გიშველის თუ საკუთარ თავს არ განკურნო. აქ ჭირდება, როცა საქმე გადაუწყვეტე ნამდვილად, რომ ეს იყო დასასრული, ერთი 9 თვის მერე ხალხმაც გაიგო და უთხარი. მაგრამ გამაძლიერა, მართლა უდიდესი კედელი აღიმართა, მე და კაცებს შორის და მგონი ჰომოფობი გავხდი, კაცება ბოდიშკი ხდით და საერთოდ ანუ ვინმე რომ მეკითხება რა კაცი, ანუ ესეთი ვარ და უფრო მინდა რომ პერიოდი სჭირდება ხოლმე ქალს იცი რა მე სიამოვნებას და ბედნიერებას მე ვიპოვე საკუთარ თავში. კი, სხვათა შორის ეს არის ძლიერი ქალების დამახასიათებელი თითქმის აი ინტერვიუებს როდესაც ვწერ ხოლმე, სულ ვეკითხები, ვინც მარტო ხელა დედა არის და მარტო ხელა ქალი არის, მეც პირადად მარტო ხელა დედა ვარ და ჩემი გამოცდილებიდანაც ვამბობ იმას, რომ აი რაღაცნაირად, როცა საკუთარ თავს უქმნი ყველანაირ გარემოებას იმუშაო, მქონდეს საქმე, არჩინო საკუთარი ოჯახი, შვილი შენი სურვილები და მოთხოვნილებები შენ თვითონ დაიკმაყოფილო, მაგ შემთხვევაში უკვე კაცის როლს ვეღარ ხედავ საკუთარ თავში და საკუთარ ცხოვრებაში და ხშირად გვიჭირს ხოლმე მეორე ნახევრის ხელახლა პოვნა. იცი არც ვეწებ, არც მინდა და არც მაქვს სურვილი. ჩემთვის ბედნიერება ჩემი შვილების აღზრდა არის სწორად მივცე სიყვარული, ისწავლონ სიყვარული, პატივისცემა, არ იყვნენ ამპარტავანი ადამიანები და აფასებდნენ ყველა ადამიანს. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მისია ცხოვრებაში და ჩემი კომპანიის განვითარება. მე ძალიან დიდი გეგმები მაქვს ჩემს კომპანიაზე და მით უმეტეს ამ კომპანიის გარდა სხვა ისე არც ველოდებოდი, რო გეკითხათ 2 თვის წინ თუ სხვა ბრენდის შემოვიტანდი და წარმომადგენელი გავხდებოდი საქართველოში კორეული ბრენდის, ეგეც არ მეგონა, მაგრამ მოვეწონე იმ ადამიანებს. მოვეწონათ სიახლეებია ახლა შენს ეტაპში. ესე იგი, შემოგვაქვს კორეული ბრენდი, პარტნიორი ხდები, არის ბიუნისი, რომელიც აწარმოებს პროტეინებს და დანამატებს ბევრი სახეობის, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ სახეობას შემოგვაქვს და უკვე შემოგვაქვს 7 ლოკაციაზე. ჩაეშვება გაყიდვაში, როდესაც ღონისძიებას გავაკეთებ და ბატონი
მფლობელი და წარმომადგენელი მისიც არის ტერი ჩამობრძანდება საქართველოში და დაგპატიჟებთ ღონისძიებაზე დიდი სიამოვნებით და მინდა რომ ქართველებს გქონდეთ კარგი პროდუქტი. ძალიან ბევრია საქართველოში ხარისხიანი თავის ინგრედიენტებით შემადგენლობით. შემთთვის თამოსკენის შემდეგ სწორედ გამიგეთ რამეზე ხელის მოკიდება, როცა ჩემს სახელს ეხება საქმე და ჩემი კომპანიის ხო გადაკვეთა არის გინდა თუ არ გინდა ვერაფერს ვერ გავბედავდი სანამ მე არ გაშევისწავლე არ შეისწავლეს და დასტური არ მქონდა ყველაფერზე და მიხარია რომ ხარისხიანი პროდუქტი იქნება ამ განხრით საქართველოში მე უფრო კარგად გაგაცნობ როდესაც უკვე ესეც საკმაოდ დიდი წარმატება არის მადლობა ძალიან დიდი ხო ჩემს ძალიან უცხო იყო რაღაც ისეთი რატომაც არა თამო ახალია დაიწყე რა თქმა უნდა როგორ ახერხებ იყო ესეც წარმატებული ქალი და თან როგორ ახერხებ იყო წარმატებული შემდგარი ძლიერი ქალი და თან ამავდროულად ბავშვებს უთმობდე ამხელა დროს აი მე ვერ ვუთმობდი დროს იცი კი ვცდილობ მაქსიმალურად ვხედავთ რომ მაქსიმალურად ჩართული ხარ ბავშვების აღზრდაში მე ვფიქრობ რომ მაინც შეიძლება გქონდეთ შინაგანად რა თქმა უნდა დანაკლისი ჩემი და მასე რომ ვფიქრობ ხოლმე უარესად უდად ხვდები ვცდილობ რომ მასთან ვიყო მეგობარი და არა დედა და უფრო ბებოები უფრო დედები არიან ვიდრე მე მართლა მე უარს ვერ ვეუბნები ვერაფერს მიგებენ საოცრად კარგი შვილები მიყავს ანუ ისე მეგობრობთ რომ ყველაფერში მიგებენ არ მჯერა რომ ამ ასეთი ატარებს შეუძლიათ ასეთი გამგებიანები იყვნენ მართლა. მინდა ხოლმე რომ მათ როდესაც ვარ ვითამაშო და ვიყო პატარა მათი ტოლა და არა როგორც დედა. მინდა რომ ყველა მოგონება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი, როდესაც ყალიბდება ფსიქიკა, ემოციები, ამ აზროვნებით მე ცხოვრობენ. გინდა თუ არ გინდა ამ ტრამებით თუ ბედნიერებით და საკუთარ ცხოვრებას უფრო კარგად ხედავენ და შინაგანად არ ილექება ცუდი. და მე მინდა რომ ეს ყოველივე წუთი, წამი, მოგონებები იყოს იდეალური რომელიც ცხოვრებაში რეალიზირება, გაუკეთონ საკუთარ თავს კარგად და რადგან ეს ბავშვობის ეტაპები უკვე ზრდასრულ ასაკში აისახება როგორც პირადში, ასევე კარიერაზე. უნდა ეს კომპლექსები, ეს ყველაფერი, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა არის შეცებასაც ვერ ვაკვირდებით, მაგრამ შინაგანად არის და სულ ვცდილობ რომ რაღაც არ გამომრჩეს. ყველაზე მნიშვნელოვანი და იცი, როდესაც გაიზრდებიან, თვითონ მინდა მითხრან, კი მეტყვიან მაინც რა უფრო ცოტა დროს მithმობდიო, იმიტომ რომ მე მაინც თვითგვემას ვარ ხოლმე მიცემული. ვიცი რომ ყველა მშობელი ასე ხარ საკუთარი თავის მიმართ ჩემი ასე. მე მირჩევნია რომ კრიტიკული ვიყო და სულ ვიმუშაოთ ჩემ თავს. მე ხანდახან იცით არ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რომ ვიყო ბედნიერი ბოლომდე. მე შენია ბედნიერების. ხანდახან რომ რაღაც მიხარია ხოლმე, აი მაგალითად, რაღაცა რო ვერ გამოდის და გამოვიყვან. და ხო არ გამოდის გამოვიყვან. ზეპრო ყვირი ვარ და გამოვიდა. და მე როცებ თამოგაჩერდი. არ გაკუფლება იყო ბედნიერი. შეინარჩუნეს სიმშვიდე, წყნარად ვშვიდათ და სულ რა არ ვაძლევ რომ ბოლომდე შევირგო ემოციები, იმიტომ რომ არ ვიცი, სულ მეშინია რაღაც ცუდი არ მოხდეს, რაღაც არ გავაკეთო, არ მივცეს ჩემ თავს უფლება რომ ზედმეტად გამიხარდეს და ასე ვარ, ასეთი ვარ. ან ასეთი ვარ. ეს არის ბავშვობისგან მოყოლილი რაღაცა. არ ვიცი რა არის, მაგრამ მე ასე უფრო კარგად გხსნობ. კომფორტულად. კი, კომფორტულად. სტრესში როცა ამყოფებ შენ თავს. ხო, შეიძლება კომპლექსებია, რაღაცა არის ბულინგის ნაყოფია ბავშვობის. კი, შეიძლება, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ რაღაცნაირად ესეთი ვიყო. ასე მერჩევია. ხშირად კრიტიკული მომენტები ადამიანის ინსპირაციაზე აისახება და წარმატებაზე. შენთვის როგორ მოქმედებს კრიტიკული მომენტები ცხოვრებაში? კრიტიკული მომენტების პერიოდში უფრო მუშაობ. არ ჩერდები. ნუ ყველა სხვადასხვანაირი რაღაც კრიტიკული მომენტები აქვს, ზოგი სახში წევსა და მე პირი მუშაობაში ვარ, იმაში ვარ, რომ ჯერ ჩემ თავს დაუმტკიცო ის, რომ თამაშენ და მე იმა ვიღაცას დაუმტკიცო, რომ ანუ შენ რო ესე გეგონა, შენ ესე არა შენ უბრალოდ არ იცი, მე შენთან ვიყავ ესეთი საყვარელი და ესეთი ბუნჩულა თორე შენ რეალურად ესეთი ვარ. ხო რაღაც პირიქით, ჩემი კრიტიკული მდგომარეობები მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო პირადი რაღაც სახალხო რაღაცა, ცუდი რაღაცები რაც მომხდარა, ხო? უფრო მუშაობა მიყვარს, არ მიყვარს ლაპარაკი. მე მირჩევნია მუშაობით დავამტკიცო ყველაფერი, ვიდრე ბევრი ვილაპარაკო. ხალხი ისედაც დაინახავს საქმით. რა თქმა უნდა. შენი კარიერის პერიოდში გიფიქრია თუ არა დანებებაზე? რომ აი რაღაცნაირად
მოდი ხوار შევეშვა. არა. ვერ დანებდები. იცი რა არის შეიძლება თქვა უსამართლოდ მომექცნენ და რატო? ანუ რატო ხო? რატო ხდება ესე რა დავაშავე? თვითგვემას კონდეს და რაღაც ღმერთო ყველას აქვს ეს მომენტები ცხოვრებაში, მაგრამ დანებებაზე არა, პირიქით. იმაზე მიფიქრია, რომ პირიქით როგორ რაღაც გამომესწორებინა, ან საქმე როგორ გამეკეთებინა და დამემკიცებინა ჩემი თავისთვისაც, რომ როდესაც ძალიან ისეთი წარსული გაქვს, რომ ნოლიდან იწყებ, არაფრიდან იწყებ, ერთ ოთახიდან იწყებ, როცა ერთ ოთახში ყველაფერი გაქვს და სადღაც მიდიხარ და შენ იცი შენ შეიძლება ვერ ცხედავდა იმ ნათელს, მაგრამ რაღაცისთვის იბრძვი. მე ვარ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, როდესაც რისკავს. ისევ რისკიანი ვარ, რომ შეიძლება ვიღაცამ რაც მე გამირისკია ცხოვრებაში, გინ ბიზნესის მხრივ და გინ ყველა ზოგადად, რომ ვერ არის ეს ადამიანიო, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, ვინც 1%-ის ჯერა. 1% გამოიკიდება და შეიძლება 1% ვაქციო 99 და 100%-ად. რთულია, მაგრამ მე როცა რაღაცის მჯერა და ჩემი ინტუიცია რაც მაქვს შინაგანად, რომ ვიცი, რომ ამისთვის ბრძოლა ღირს, იმიტომ რომ ამ ბრძოლას მოყვება ეს, სულ ფუხლის ჩოკებით გავიდე, უნდა გავიდე. ეს ცხოვრება მასწავლა ასეთ როდესაც არ ყოფილვარ ძალიან ბუნჩულა ბავშვი ვიყავ, რომელსაც ყოველთვის აპულინგებდნენ ლოყების გამო, არ ვიყავი ხუთოსანი, გვარის გამო, სხვა გვარი ვიყავი და რატო ვიყავი. ძალიან ბევრი უარყოფა მქონია ცხოვრებაში. და რაღაცნაირად თუმცა ეს ტრამები აქცია დღეს უკვე სიძლიერად. ჩემი თავი ვაიძულე, სხვა უფრო ძლიერი შემექმნა. მაგრამ ის შინაგანი თამო, რომელიც არის ემოციური, რომ შეიძლება ყველაფერზე ვიტირო. ანუ არ ობობა რომ მოკლა, იმასაც ვტირი ვარ, რომ მიხვდე როგორი ემოციური ვარ. ანუ ყველაფერზე ვტირი ვარ, ყველაფერზე და მე დავიფიცე, რომ აღარ ვიტირებ არსად თქვა ესე თუ კამერების. მაინც გუშინ წინ საწყალი კატა ვერ გადავარჩინებ ისო და იმაზე ვიტირე. ანუ ყველაფერზე ვტირი ვარ, მაგრამ ემოცია შინაგანად გვაქვს, ხო ამას ვერ შევწყვეტ, რა თქმა უნდა. გახსენდება ესეთი მომენტი ყველაზე მეტად, რაც გაგირისკავს და ფიქრობ, რომ ყველაზე კარგი რისკი იყო შენს ცხოვრებაში, რაც კი აქამდე ესე ერთი არა, ძალიან ბევრი გამირისკია, მაგრამ რო ვთქვა რაღაც ერთი რაც მახსოვს, რომ ჩავიფიქრო რაღაც უნდა გამეკეთებინა ერთ თვეში და ამ ყველაფერში ისეთი რაღაცა გავაკეთე, რომ უბრალოდ მიყურებდა ყველა და ფიქრობდა, რომ ან ან არაო, აზრი არა აქვს ამას, რომ რამე უთხრაო, რომ მაინც ვერ გაიგებსო, აი, თამოს, გინ თამოს უთხარი, გინ დავასო. მართლა ასეთი ვარ. ეტო თქვი მორჩა, უნდა მივაწე. უნდა დავასრულდა, მივდივარ, ან არ არსებულია. მაგრამ გავაკეთე. ნუ არ ვიტყვი რა თქმა უნდა, მაინც გავაკეთე და მიხარია. და ეს იყო ძალიან ბედნიერი, ეს იყო ის ემოცია შინაგანი, რომ თამო, კარგი გოგო ხარ. ესეთი ემოციური ადამიანი ხარ და შენი ეკრანებზე გამოჩენა ყოველთვის რაღაცა ხალხის განსახილველი თემა იყო და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყავი. თუნდაც შენი სილამაზით ბოლო პერიოდში არ ვარ. ბოლო პერიოდში სიძლიერით და ასე შემდეგ. თუმცა ყოველთვის საზოგადოებაში მოინახება ესეთი ნეგატიური კომენტარები. ამ ყველაფერს როგორ ეკუთვნი? და შენ ემოციებზე რამდენად ჰეითერები ყველგან არის, ყველა ქვეყანაში. თავარია ჩვენ როგორ უდგებით ამ ჰეითერებს. არის რაღაც წილი ხაზებს და შვილებს ეხება რა საქმე, ხო? რაღაც ძალიან შინაგან სამყაროს. ხა მე მახინჯი ვარ, არა ვარ კარგი და ეს გამივეჩვიე. უკვე რაღაცნაირად მოქმედებდა ისე თავის დროზე? არა, იცი თავიდან როდესაც პირველად გამოვჩდი, ჩემ თავს ვესაუბრე ამაზე. რომ ეს შენი არჩევანია, თამო. და რთული იქნება. იცი ადრე უფრო სხვანაირად მისმოდა ცნობადობა. იმიტომ რომ უცებ მოხდა. როგორია, მიმტანობიდან ცნობადი გახდი. და უცებ ახალი რაღაც იყო რა და ყველაფერზე ვთანხმდებოდი, ანუ სხვანაირად მივყავდა ყველაფერი. ჰეითერები აუცილებლები ხართ, იყავით, გვაძლიერებთ, დარჩით, ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით, მართლა. არ არის აუცილებელი ყველას გიყვარდეთ. არც უნდა გიყვარდეთ. სხვა რა უნდა უთხრა, არაფერი. მივეჩვიე. ესე იგი მარტივად უმკლოდები უკვე იმ ეტაპზე ხარ, როდესაც შენზე აღარ მოქმედებს ეს ჰეითერების კომენტარები. არ მოქმედებდა, თავიდანვე არ მოქმედებდა, რაღაცნაირად ისე მქონდა ჩემ ფსიქოლოგიურად ისე განვეწყვე, რომ არ მოქმედა. როგორ მოხვდი ფილმში?
საკმაოდ რადიკალური სხვაობა არის ბიზნესი და მსახიობობა. ჩემთვისაც ძალიან უცნაური იყო. შარშან ამ დროს ჩემი კომპანია იყო თამოსკინი მილანის მოდის კვირაული სპონსორი. იქ აღმოჩნდა ერთ-ერთი სტუმარი რეჟისორი. რო დაშემათვალიერა მოვეწონე, მაგრამ იყო ენის ბარიერი, რომ არ ვიცოდი ინგლისური კარგად. და ერთ-ერთ ეპიზოდურ როლში ჩამსვა. თვითონ როლი ქონდა რომ ყოფილიყვნენ 6 ქალი, რომელიც მოიტაცეს. მსახიობი. ხომს მოიტაცეს. ხალხს ეგონა, არ ვიცი რატო ეგონა, რომ ლამაზი როლი მექნებოდა, გალამაზებული. და ამ დროს ვიყავი ტალახში ამოსვლილი, მოტაცებული, ნაწამები, მიკლავენ დას, მათრევენ, ამ სიცივეში არ ვიცი და ბოლოს კიდე ჭრიან ფეხში და ეს გადაღებები იყო 3 დღე რომში. ისეთ მთის წვერზე იყო გადაღებები, რომ 6:30 წუთით მივდიოდი, ტელეფონი ღამის 10-მდე არ მქონდა. იყო სიცივე, მინუსები იყო მგონი, აი ვერ აგიხსერთ, როგორი რთული იყო. არადა ხო პატარა ეპიზოდური როლი იყო რეალურად რაღაც, მაგრამ საკმაოდ რთული. ძალიან ხო, თვითონ ციოდა. ამ პლედებით მოდიოდნენ ექშენ, ანუ გადავიღებდით კიდე. აქაც ხომ აქვს რაღაც ძველ ფილმებში არ მაქვს, უფრო კომედიის ჟანრის ეპიზოდები როლში მაქვს, ხო, ოღონდ მე და კომედია ვარ სხვადასხვა. მე ვერ ვიცი, ანუ ხალხამდე იმ ემოციას ვერ მივიტანდი, იტირებდა, კი არ გაიცინებდა. ამიტომ მივხვდი, რომ ჩემი არ იყო და შევეშვი. წავედი საერთოდ. ხო და აქ ისეთი ადვილი იყო. მორჩ ერთი თქვი გადაღებულია და იქ ერთ რაღაცას აქედან, იქიდან, ქვევიდან, ზევიდან, ყველა მხრიდან თან ერთი და იგივე უნდა გაიმეორო და ესე მოხდა შემთხვევით. რა ხალხმა გეგმავ თუ არა სამომავლოდ კიდევ რაიმე მსგავს პროექტში მონაწილეობას. 2 თვის წინ მივიღე Netflix-ის ერთ-ერთ სერიალში, რომ მეოთხე სეზონი უნდა გადაიყონ, არ მაქვს უფლება, რომში მქონდა კასტინგი იქნება ივნისის ბოლოს პასუხი. არ ვიცი რაიმედი თუ არა, მაგრამ რაიმედი თუ ვაგზავნი ხოლმე. კი, მაქვს. ერთადერთი კარგი იქნება ენას უფრო კარგად ვისწავლი. ალბათ მეზარება. თორე მაგასაც სათანადო დროს ალბათ ვერ ვუთმობ. თორე შეიძლება ადამიანებმა რომ ვისწავლოთ. მაგრამ დღეს უკვე 21 საუკუნეში აღარ არის ეს პრობლემა, როდესაც არის ტრანსლეიტი და ხო, უბრალოდ თუ რაღაცა გვინდა და სრული გვაქვს, ენის გარეშე ვერ გამოვა. თუ ესეც გვინდა. როგორ ახერხებ კომუნიკაციას კორეაში? როგორ ახერხებ კომუნიკაციას, თუნდაც საკმაოდ ხშირად საფრანგეთში, ქარხანაში, მილანში. ჩემი მენეჯერი დამყვება ყველგან. ჩემი მარჯვენა მარცხენა, ანუ მეგობარი, ყველაფერია. იცის 3 ენა და ძირითადი ჩვენი დამხმარი არის ჩემი ზუკა. მივესალმები. მაგრამ მე ენას რო ვერ ვაჩერებ და გრძელი ენა რომ აქვს. ტრანსლეიტერი ჩემი მეგობარი. ხან კორეულად ვწერდა, თან თავიდან პატივი რომ ეცა, ხალხო, გადავწყვიტე რომ მესაუბრე კორეულად ტრანსლეიტით და ეს კორეული ქართული ტრანსლეიტი. ხონია რაიმე ესეთი კი, კაცი უნდა მოკლათ ხო? როდესაც არა, უნდა მოკლათ ხო? როდესაც უნდა მიმეწერა რაღაცა, სხვა რაღაც უნდა მიმეწერა. და საერთოდ სხვა რაღაც. What is this? ვიხდი რომ მოდით აღარ გინდა პატივის ცემა. ინგლისურად ისაუბრე. ბოლოს კურიოზები. ისე მივეჩვიე კორეაში რომ თავისკენ აქაც ყველგან ბოლომდე. ისე მივეჩვიე რომ ისე მომწონს, არ ვიცი. შეყვარებული ვარ კორეელ ხალხს, ისეთი შვიდები, გაწონასწორებულები, თბილები. სულ სერიალში მეგონა ლაივ რეჟიმში ვიყავი. ხوارი ცხოვრებდი კორეაში. არა. გადახვიდოდი საცხოვრებლად. სუნია ძალიან. ქუჩებში. მე კიდე სულს მაგ ალერგია ვერ ვიტან. ხალხი იდეალურია, წყნარია, შვიდია, ხალხს ზრუნავენ. ავტობუსის გაჩერებაზე სითბოები ქონდათ, რომ დავჯექი, ტაქსველოდებოდი, მეთქი თბილა. თუ მეჩვენება, რატო თბილა ესეთი ვარ? და ძალიან ზრუნავენ მოსახლეობაზე, იცით? ძალიან გულახდილი ხალხია. ცხოვრობენ ძალიან რეჟიმში ცხოვრობენ. ემოციების ნაკლებობა აქვთ ცოტა. ჩვენ უფრო ბობოქარი ვართ. კი, ძალიან ტრადიციული. ძალიან გაწონასწორებული ერია. ძალიან. მე ეს ვიგრძენი ერთი კვირა რო ვიყავი და ჩამოვედი ისტანბულში და რო ჩავჭექი ავტობუსში და ანუ თვითმფრინავი და რო ჩამოვედი, რო დაიწყეს ყველამ ჩუ ესეთი ხმამაღალი საუბარი, ესეთი ვიყურებოდი, რომ განსხვავება ყოფილა თურმე ძალიან დიდი.
ძალიან დიდი და ძალიან კარგი ადამიანები არიან. აი გადაყოთ ჩვენ ხო ვართ რაღაც გვიყვარს სტუმართ მოყარერი ვართ და სლომით მაყოფ ხოლმე ხან ჩურჩხელები ჩამაქვს, ხან ღვინო, ხან გონია, ყველაფერი რაც შეიძლება ჩავიტანო ჩამაქვს. და ხო საჭმელი გვაქვს, იდეალური თქვა ბარბეკიუ გაქვს და ჩვენ წვადი გვაქვს. უფ, ესეთი გვაქვს და ხინკალი და აქებ და ვადიდებ და რომ ჩამოვლენ საქართველოში. პოპულიზაციას უწევს აუცილებლად, სადაც არ უნდა ვიყო. სადაც არ უნდა ვიყო. ძალიან კარგები ვართ, ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, რომ თან ახლა მე გეტყვით. ეს ბრენდი რო შემომოქვს, 10 ქვეყანაში აქვს დისტრიბუცია, ასე რომ ვთქვათ, წარმომადგენლობა. დისტრიბუცია უფრო სხვა რაღაცაა. ახლა და მე პიროლობა მიყვარს საქმეში და რომ გავაკეთე რაღაც Instagram-ი, Facebook-ი, ვებსაიტს ვაკეთებ, ხალხო მეთქი აბა ჩვენ უნდა ვაჯობოთ რუსეთსაც, ყაზახეთსაც, ყირგიზეთსაც, ყველაფერს და ყველაფერს ვაჯობეთ. ერთადერთი ტაილანდიარი, რომელიც უკვე 5 წელია მგონი და 9000 იყოს, მაგრამ 9005 წელიწადში ძალიან ცოტა არის. ჩვენ ორ კვირაში უპოსტო Instagram-ი ამდენზეა და კი მიყვარს, რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა იყოს და იქნება კიდეც დარწმუნებული ვარ. ოჯახ. არა მე ძალიან მიყვარს საქართველო. მე ერთადერთი არის, რაც საქართველოში მე სხვათა შორის ვიდეო დავდე და დამიწერეს, რომ აი რატო საქართველოში. არ ვიცი რატო. როგორ არ ვიცი, ჯერთი ჩემია. ამის გარდა ჩემი ხალხია. აი სხვანაირად გძნობ თავს. ამერიკაც მიყვარს, ერთხელ ვარ ნამყოფი, ბედნიერი ვიყავი ძალიან. ჩემი ოცნება იყო ნიუ-იორკში რომ წავსულიყავი, მაგრამ საქართველოში ვარ სხვანაირად. რა გავაკეთე? ისეთ პერიოდში წახვედი სხვათა შორის ამერიკაში და ისეთ პერიოდში აიღე ვიზები, როდესაც უკვე გაუქმებული იყო და თითქმის აღარ არა, წინა წელს ავიღე. აი სანამ ტრამპი მოვიდოდა პრეზიდენტად იმ პერიოდში ავიღე. მე მეგონა ახლა ხო? მაგრამ ძალიან ცივეში წავედი, ძალიან ყინავა და -22 გრადუსი იყო. ცხვინი მიჩანდა მარტო. მილანში რა ეტაპზე ხარ? მილანში მე რატომღაც მეგონა, როგორც ამ სტენდებს ხსნი, თვეში ერთხელ. ასე გავხსნი მაღაზიას და ორ თვეში გაიხსნება თქო. აღმოჩნდა, რომ იქ თამოსჭირდებათ, იქ მასალებზე, კედლის ამოლესვაზე, ფერის შერჩევა, ტონის ფერების ის შუქის გაყვანილობა, ყველა ფერში და მე ხომ უნდა ვიყო ჩართული, ჩემს გარშე არ ხდება. ონლაინ ვერა. ამ ხომ იქ ესე არ ხდება საბუთებზე. ყველაფერს დრო უნდა. მოდურთულია. ჩვენ საქართველოში ესე ძალიან კარგი გვაქვს. გვაქვს იუსტიციის მივედით, დაჩქარებული გავაკეთეთ ერთ კვირაში გვაქვს. იქ ესე არ ხდება. იქ იმდენი პროცედურებია და ესეთი რთულია, რომ დიდი დრო უნდა. ეს ყველაფერი მოგვარდა საბუთები, სერტიფიკატები, ყველაფერი მაგ. ეხლა ნახე რა ხდება. ეხლა ის ხდება, რომ მეგონა რომ ადვილად გავაკეთებ ავეჯს რაღაც კარადებს, მაგრამ ეხლა ფასი დავინფასეს ეხლა. თორსა ჩემი არ არის ხო ხდები? ფართი 35-ს არ გადავიხდი რაღაც 22 კვადრატში. უბრალოდ წავიღებ აქედან საქართველოსდან და იქნება აუცილებლად. ცოტა კიდე დავრჩა 1-2 თვე და ყველაფერი იქნება. მთავარია უკვე საწყის ეტაპზე ხარ და დაწყებული გაქვს. მეც ასე ვფიქრობ. და ქართველები მეყოლებიან, მინდა ხაზი გაუსვა. ყველგან ქართველები მირემონტებენ, ძალიან კარგი ადამიანი და ქართველები მეყოლებიან დასაქმებულები. სადაც შემიძლია რომ ქართველები ვიყოთ ამ ხელა ქვეყანაში, სადაც სეფორა არის და არა მარტო სეფორა, უამრავი ესე თავის მოვლის მაღაზიებია, როგორ გაუწევ კონკურენციას. მე არ ვფიქრობ ხოლმე კონკურენციაზე ესე. მე ვფიქრობ რომ ჩემ ბრენდს თავისი რაღაცა აქვს. თავისი ნიშა, ხო ესე რომ ვთქვათ. რითიც იქნება არის ეს ნიშა? რაც შენ ბრენდს განასხვავებს. სტრუქტურა აქვს ყველა, ანუ შეიძლება ჰიალურონი ვიღაცის იყოს, ჩვენი ჰიალურონი არის საერთოდ სხვანაირი. წებოვნება არა აქვს, ჰიპოალერგიულია, ინგრედიენტებით, შეწოვადობით, ზინვარებით, ყველაფრით. ეს უბრალოდ ხარისხით. ნუ რა თქმა უნდა. ეს უნდა გამოცადო, ამას ვერ გეტყვი. უნდა წაისვა ერთხელ და მიხვდები. თავარი არის ერთხელ შეიძინონ, დატესტონ და ერთი მეორე მოყავს მესამე და რა თქმა უნდა ეხა იქ ცნობადი არ ვარ. საქართველოში ცნობადი ვარ, რა თქმა უნდა იქ უფრო დამჭირდება ამაზე მუშაობა. ქართველების გარდა ყავდეს უცხოელი მომხმარებლები, მაგრამ რა გადაწყვეტე გახსნა, ესე იგი არის მოთხოვნილება. კი ქართველებისგან შერჩერობით რა თქმა რეალურად რომ ვშელოთ ასეა, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ იმდენს, რომ იტალიელ ხალხსაც შევაყვარებ ჩემ ბრენდს. დრო უნდა ცოტათი. კი, დრო ყველაფერს უნდა, თუმცა რადგან ამ ეტაპზე ხარ შენ ყველაფერი გამოგივა. მადლობა ძალიან დიდი. თამორას ეტყოდი იმ ქალბატონებს და გოგონებს, ვისაც უნდათ რაიმე საქმის დაწყება და საკუთარ თავში ვერ პოულობენ ძალას.
ეშინიათ? პირველ რიგში არ უნდა შეეშინდეთ. პირველ რიგში რა მინდა იცით თქო, უნდა უყვარდეთ. რამეს თუ ხელს მოკიდებენ. მნიშვნელობა არ აქვს, არ არის აუცილებელი რაღაც დიდი და გრანდიოზული, ხო? სიყვარული არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ საქმის, რასაც აკეთებ, თუ არ გიყვარს, ის არ გამოგივა. მე ჩემი კომპანია მიყვარს, არ ვიცი, როგორც ჩემი შვილები ასე. გიждები. ამის გარდა არ უნდა შეეშინდეთ არა მარტო ხალხის, არამედ შინაურების ბულინგის, ოჯახის წევრების, რომ იქნება რაღაცაზე გაგაკრიტიკებენ, გეტყვიან დაგაბულ არ გამოგივა, ამაში ფულს რატოდებ, მაგრამ შენ თუ აქ ჯერა, შენი ხარისხის. შენი რასაც აკეთებ, რომ იდეალურია, უბრალოდ დრო სჭირდება, რომ ეს ანახოს სხვას, რა თქმა უნდა, ხო, ფინანსებიც საჭიროა, ფინანსების გარეშე ვერაფერი არ გამოდის. არ უნდა დანებდე. არასოდეს არ უნდა დანებდე, ვინც რაც არ უნდა თქვას. სულ რომ შენი შვილი იყოს. ძალიან რთული იქნება. შენ წარმატების გზაზე ესეთი შემთხვევა, როდესაც დაგიკარგავს ადამიანი. რადგან შენ წარმატება ვერ მიუღია. მარტო სულიო, მარტო ხელა. ხო, ნუ რას ვიზავთ, ეგრეც ხდება, როგორ აგეხსნათ? მარტო ხელა, მარტო სულო ქალბატონო რა არის სიმღერა. რაღაც ესე ვარ, კი. იცით რა არის? რთული იყო. მან მიმჯეროდა ჩემი თავის. მაგრამ ადამიანებს აქვს გონიათ, იცით, რომ გაბულინგებენ შინაურებს გულისხმობ, თორე არა შინაურებს მხარდაჭერა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი. კი, არის მნიშვნელოვანი, რომ გითხრან, შენ გამოგივა, მიდი, გააკეთე. მაგრამ გონიათ, როცა შენ დაგაბულინგებენ და გეტყვიან რაღაც უკრიტიკის ქვეშ რო იქნები, რომ ამით შენ გაძლიერებ, არ მაძლიერებ. უბრალოდ მე მინდა, რომ რაღაც მითხრა, ერთი სიტყვა მითხრა, უბრალოდ რომ აი კარგად გააკეთე. უბრალოდ რაღაც საყვარლად ჩამიხუტე და კარგად გააკეთე. ეს გჭირდება ქალებს. თუ ყავს ადამიანი გვერდზე, რა თქმა უნდა. ხო და მე გეტყვით, რომ თუ გინდათ რომ რამე გამოგივიდეთ, უნდა გიყვარდეთ. თუ არ გიყვართ, არ გამოვა. არაფერი არ გამოვა. მე ასე ვფიქრობ. ნამდვილად ასეა და გეთან. რთულია. ადვილი არაფერი არ არის. ბრძოლის გარეშე არაფერი არ გამოდის. შეიძლება ესე ჩანს ჩემი ის, მაგრამ ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანე ჩემ ბრენდის განვითარებაშიც. ხალხის მხრიდან, ბულინგის მხრიდან, მაგრამ ერთადერთი რაც მქონდა, რომ მე წინ წავსულიყავი და მე წარმოებინა კიდევ ახალი პროდუქცია და თვითონ მომხმარებლებს ეჩვენებინათ სხვისთვის თუ როგორი ბრენდი მაქვს. თორე ძალიან ბევრმა, რომელიც შეიძლება ახლა მთელ შოუ ბიზნესში რომ ძალიან ბევრს უდევს თამოსკინი, რომელიც შეიძლება არც გაგიზიაროს შენ, უბრალოდ უდევთ და ჩუმატყიდულობენ. ან ჩუქნიან და უარყვიათ ჩემი. მაგრამ ასეთი ყოფილი არ აუშავს თამო. არ გინდა აქ, წადი სხვაგან, წადი უცხოეთში. შესაბამისად რთულია, მაგრამ აუცილებელია რომ არ დავნებდეთ. მნიშვნელოვანია. ოკეი. მე კი მივმართავ ესეთ ქალბატონებს და გოგონებს, ვისაც აქვს იდეა და ვერ ანახორციელებენ, რადგან არ აქვთ ფინანსები თუნდაც, არ აქვთ გამბედაობა, ჩვენი პროექტი ყოველ 50,000 გამომწერზე აფინანსებს ერთ ქალბატონს და გოგონას 15,000 ლარით და ეძლევა საშუალება დაიწყონ ბიზნესი. ძალიან კარგია, ეს არ ვიცი. ჩვენი ჩართულობით. მიხარია, ძალიან კარგია. ასე და ამგვარად პირველ რიგში უნდა გამოგვიწერონ, უყურონ ჩვენს არხს და ადევნონ თვალყური ყველა მომენტს და ეპიზოდს. წარმატებები არ ვიცავდი და იდეალურია. კი. ეს პროექტი და პოდკასტი ემსახურება ქალების გაძლიერებას და ყველა ჩვენი სტუმარი უზიარებს თავის გავლილ ისტორიას იდეიდან რეალობამდე, რა ეტაპები გაიარეს, რა დაბრკოლებები გაიარეს, რა სირთულეები გაიარეს. და ჩემი აზრით ეს გააძლიერებს ყველა იმ ქალბატონს და გაგვაძლიერებს ყველას. ასე ვთქვათ. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ თელი გულით. მადლობა ძალიან დიდი. შენ და შენ გუნდს. მადლობა.